არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც დეპუტატები, არც პრეზიდენტი, არც მათთან დაახლოებული პირები, ბოტები და ტროლები. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იუწყება, რომ მალე პრემიერის პოსტს დაემშვიდობება გიორგი გახარია. ალბათ 20 ივნისის აქცია რომ დაარბიე, ეგ არ გაპატია ბატონმა ბიძინამ. თან თვითონ გთხოვა, იქნებ ეს ვარიანტი დაიჯეროთ. რა უეცრად გავიდა დრო, ჩაკრული თვალის ბოლომდე გახელაც ვერ მოასწარი, რომ უკვე თანამდებობიდან მიდიხარ. და ამით შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომელმაც ლომონოსოვი დაამთავრა და ნაციონალები კი ვერა. სულ შრომაში იყავი და არასდროს ისვენებდი. არ გიყვარდა დასვენება. სასვე ნიშნებსაც კი საქმიანად იყენებდი. წერტილი. არანაირ დაბრკოლებას არ უფრთხოდი და შენი სიმტკიცით და შუბლით გაგქონდა სიმართლე. თვით დავითმაც ვერ შეძლო იმდენი, რამდენიც შენ გააკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. მან თუ საქართველო მხოლოდ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გააერთიანა, შენ ერთ წინადადებაში ლაგოდეხიდან საბერძნეთამდე გადაჭიმი. საქართველო არის არგონავტების სამშობლო. მიდიხარ, მაგრამ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ წყვეთ და სამშობლოს სადარაჯოს ამჯერად ოპოზიციური სპექტრიდან დაიცა. ამას ესე რატომ აკეთებ? ყველაზე კარგად თემური გვეტყვის. კაცი არის და ყებიანია. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს რა ასეუბნე? მინისტრია ჩვენ და იქნება ყოველთვის გახარია. საქართველოს ჭირდება გახარია. თურმე ასეთები ხართ პრემიერები. შეგეჩვევით, თავს შეგვაყარებთ და მერე ასე მარტივად, უბრალოდ მიდიხართ. პარაკალო, გიორგი, გემშვიდობებით შენი არგონავტები. იმედი გვაქვს, ისევ ერის კაცობაში დარჩები და წმინდა კვირიკას გზას არ დაადგებ.